გამარჯობათ ბატონებო, ხალბატონებო, ყველა ჩემო საყვარელო ადამიანო. ლიტვიდან გეხმიანებით მე და ერთი განცხადება მინდა გავაკეთო. იმის მსგავსი, რაც შუშიფას ფაშამ 2012-ში დაგვიდო დიდი ბანგი, რითაც ხალხი არჩევნებზე გამოიყვანა. ციხის კადრებმა გამოიყვანეს ხალხი არჩევნებზე, ყველა მიცით თუ არა და არავინ ტრაქს არ გაატოკებდა, ყველა მიცით. ეხლა ჩვენ დაუდებთ ისეთ ბანკს, რომ პირიქით კაციშვილი აღარ წავა არჩევნებზე. და ეს როგორ მოხდება, იცით? ჩვენ გავაკეთებთ იმათ database, ვინც არჩევნებზე წავა. მაგის გაკეთება დიდი არაფერი პრობლემა არ არის. ამოვაგდებთ და ამოვყრით მაგათ ყველა database, ვინც არჩევნებზე წავა და ვინც ხმას მისცემს. ჩვენ ამ database-ს არა შეგროვებულს ბატონი პაატა და ქალბატონი სალომე, პრეზიდენტი, ქალბატონი პრეზიდენტი და ბატონი პაატა თავისი ავტორიტეტებიდან გამომდინარე ამ database-ს წარუდგენენ საელჩოებს, European Union-ს წარმომადგენლობას და აბსოლუტურად ეს ყველანი, ვინც არჩევნებზე იქნება წასული, ჩვენ შევიყვანთ შავსიაში და აქეთ ახლა ჩვენ ვიქნებით ინიციატორები იმისამ, რომ უვიზო რეჟიმი კი არ გაგვიუქმონ, პირიქით დაგვიწესონ უვიზო რეჟიმი, სადაც ჩვენ, ვინც არჩევნებში არ წავედით, არა, ყველასთვის free იქნება მაინც ვიზა და აი ვინც არჩევნებში წავიდა, იმათვის ვიზები აღარ გაიცემა, იმათვის ევროპა დაიკეტება, იმათვის ინგლისი დაიკეტება, ბრიტი დაკეტავს ყველა ვარიანტში, მეომარი ფილოსოფოსი დაკეტავს, გერმანელი ყველა ვარიანტში, დანარჩენი საფრანგეთი ხო დაკეტავს და დაკეტავს სალომეს ავტორიტეტიდან გამომდინარე და დანარჩენი ეს ყველა პაატა პატარა ბატონი ჩვენი პაატა უსუფთავესი ადამიანი ეს წარუდგენს აბსოლუტურად ყველა საერთო რომელსაც ხელის გულზე და ლანგრით მივართმევთ ბატონი ციცერონით და ციცერონის ხელით ბოკერია წაუძღვება ამ საქმეს მაგაზე დიდი და მაგარ დიდ სპეციალისტს ამ საქმეში ვერ ავნახავთ ამიტომ ჩვენ დაუდოთ ახლა ისეთი დიდი ბანგი, რომ საერთოდ არჩევნებზე კაციშვილი აღარ წავა. და აბა ნახოთ ვისი აჯობებს, მაგისი აჯობებს თუ ჩვენი. ეხლა მე ყველაფერს ვიზავ იმისათვის, რომ 4 რიცხვში ლიტვიდან ჩვეულებრივი მიგრანტი ვარ, როგორც თქვენ, მეც ისეთივე მიგრანტი ვარ. შრომითი მიგრანტი და 4 რიცხვში რა ვიყო თქვენთან ერთად. სახალხო კრებაზე. და იქ ვნახავ, აი რომელი გაატოკებს ხელს, რომელი სამთავრობო ძალოვანი, რომელი გაატოკებს ხელს და რომელი ასწევს ხელს, თუნდაც ან ჩემზე, ან კიდე ახალგაზრდებზე ვინც იქ იქნებიან, რადგან ეს არის სახალხო ყრილობა. ამით ჩვენ ყველა ღონეს ვიხმარებთ და არაფერი ღონე აღარ არის სახმარისი, ჩვენ უკვე მოვაგვარებთ იმ საქმეს, რომ არჩევნებში კაცშვილი აღარ წავა. დამთავრებულია უკვე. ჩვენ უვიზოს ვიზიანს დაუწესებთ მაგათ აბსოლუტურად. ეხლა თვითონ გადაწყვიტონ. უნდათ ვიზიანი თუ არ უნდათ ვიზიანი. ჩვენ ამას გავაკეთებთ. ეს არ არის პრობლემა. ამას სალომე და პაატა წინვალეთ. მაგათი ავტორიტეტები სრულიად საკმარისია, რომელსაც ბატონი ციცერონი წარუძღვება და მიართმევს ნებისმიერ საერთოს ხელის გულზე. მაგაზე მაგრად ვინ წარუდგენს და დანარჩენი არა თვითონ იფიქრონ უკვე რა. აი ეს იქნება ბანგი, რომლითაც ჩვენ ისეთ რამეს გავაკეთებთ, საერთოდ სანერვიულო არა გვაქვს, ამით მოვიშორებთ ამ რელიგიურ შუშის ფაშას და რელიგიურ შუშის ფაშაისტებს. არ ვამოაგდო გამოდის შუშის ფაშისტები, რომელიც ისედაც ესეა. აი ამის შემდეგ ჩვენი მთავარი მოხდენა იქნება დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ კულულა გამოვა და იტყვის, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ინიშნება საპარლამენტო არჩევნები. ეს იქნება, რა თქმა უნდა, შუშის ფაშის სიტყვები, რომელსაც კულულა გვეტყვის. ეხლა თვითონ აირჩიონ, აბა ერთი დავინახოთ, ვინ წავა არჩევნებზე. აი ეს იქნება ბანგი და ამაზე დიდი ბანგი, თუ ისინი მოიფიქრებენ, არა, ვნახოთ, იმათიანებიც აღარ წავლენ არჩევნებზე და ეს ლელო და გახარია მე არ ვიცი ეგ როგორ გადაწყდება, შეიძლება მაგათთვის სხვა რეჟიმი დავაწესოთ. არ ვიცი, ვნახოთ, იმიტომ რომ ეგენი მაინც არ გვიჯერებენ ჩვენ და მაინც მიდიან არჩევნებში და
არ ვიცი რატო ინზე არიან და როგორ არიან, როცა ლიდერი გაქცეული ხავთ და რო ჩამოვიდეს დაიჭერენ და ესენი მაინც არჩევნებზე მიდიან, არ ვიცი რა თამაშს თამაშობენ და ვინ არიან და რანი არიან, რა ჯიშები არიან, ვერ გავიგე. ამიტომ ჩვენ მაგათაც ჩარეცხულებს დავარქმევთ, როგორც ბიძინა უნდა ჩავრეცხოთ. აი ჩარეცხილია, всё, ეხლა აირჩიეთ. მიდიხართ არჩევნებზე თუ არ მიდიხართ არჩევნებზე. საერთოდ კაცშვილი აღარ უნდა მივიდეთ. ჩვენ დეიტაბეის შევქმნით, რომელიც გადაეცემა აბსოლუტურად ყველა საერთოს და აბა ვნახოთ ვინ გავა ევროპაში. ყველასთვის იქნება დაკეტილი აბსოლუტურად. ამას ვაცხადებ როგორც პირადად მე, ერთი ჩვეულებრივი, მეფის ქალაქელი კაცი, ემსა შალიკაშვილი, როგორც ერთი ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია სამხრეთი ბუდე, საუთნესტი და როგორც ერთი ჩვეულებრივი ინდმეწარმე, მიწასთან განადგურებული ინდმეწარმე, რომელიც და ეხლა რომ აქავარ, ეგეც ოცნების ბრალია და ყველაზე პირად იცის მაგათმა მთლიანმა ვერტიკალმა. ჩემნაირები ძალიან ბევრი არიან, მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველანი ჩამოვლენ და 4-ში დავდგებით ერთად და მოვიშორებთ ამ რელიგიურ შუშის ფაშაისტებს რა. თქვენ გენაცვალეთ ყველას და როგორც პაატა იტყვის რა, ბოლომდე ჩემი დევიზი კი ედი არის on and on until the end. ვიკინგების სიტყვა და კი ბოლომდე უნდა მივიდეთ. აბა რა ერთი მოვიშოროთ ესენი.